მოგესალმებით, გადაცემის სტუმარია საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. მოგესალმებით, ქალბატონო თინა. მოგესალმებით, თქვენს მსმენელ მაყურებელს. 6 დღის განმავლობაში თქვენ აპირებთ სამხედრო წესით ცხოვრებას. რისი ჩვენება გსურთ თქვათ ამ კამპანიით? ხომ არ არის ეს ერთგვარი პასუხი დისკრიმინაციულ გამონათქვამებზე, რომ ქალი არ უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი? არავისთვის პასუხს არ ვაპირებ, მე ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი გონიერია, ის თავად დაინახავს, გაანსჭირს, გაანალიზებს და შედეგების მიხედვით იმუშავებს. თუ არ არის გონიერი, მაშინ ან რამის მტკიცებას რა აზრი აქვს მისთვის. ამიტომ არავის პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ერთადერთი ამოცანა მაქვს, უბრალოდ ორი ამოცანა მაქვს. პირველი მინდა რომ აბსოლუტურად ყველა ბაზა თავიდან ბოლომდე დეტალურად გქონდეს ნანახი, ისაც რომ ვიცოდე რა პრობლემებია. ეხლა საბიუჯეტო 2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა იწყება მოგეხსენებათ და ამიტომ მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ყველა შესაძლებლობის ფარგლებში ყველა პრობლემის პასუხი შეგვეძლება და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, და ეს მარტივია, როდესაც ყოველ ჩასვლაზე უკან თბილისში არ ბრუნდები და მე ისევ უკანიდან მიდიხარ. ამიტომ ვიწყებთ ბათუმიდან და მივყვებით დასავლეთ საქართველოს გორამდე. ჩავალთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და უკვე შემდეგ დავგეგმავთ აღმოსავლეთ საქართველოს და სამცხე-ჯავახეთს. მეორე ამოცანა ბუნებრივია ის არის, რომ მინდა მაქსიმალურად ვესაუბრო ჯარისკაცებს. მე მქონდა სამი თვის განმავლობაში შესაძლებლობა ოფიცრობასთან, პოლკოვნიკებთან, გენშტაბთან მუდმივი რეგულარული ურთიერთობა მაქვს პრაქტიკულად დღეში რამოდენიმეჯერ ვიკრიბებით ჩვენ სხვადასხვა თემებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი არის, რომ ადგილებზე ჯარისკაცებს გავესაუბროთ, მათგან მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებთ ამ პირიქით. ვფიქრობენ, რომ გასაუმჯობესებელია და ამის შესაბამისად გავაგრძელოთ უკვე სექტემბრიდან ცხოვრება. ქალბატონო თინა, თქვენ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ხართ. როგორ უყურებთ ისეთი აქტიური ვეღარ ვიყავ, როგორ უყურებთ თქვენი ჩაცმულობის მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს? არანაირად, მე პოდიუმზე გასვლას არ ვაპირებ ერთი და მეორე არავის აღარ ვებრანჭები. 16 წლის წინ დავამთავრე მე ეს თემა, ამიტომ ეს მხოლოდ ამ ადამიანების პრობლემაა, ვისაც არ შეუძლიათ თემატური საუბარი. მე ერთხელ გავეცი ამას პასუხი და ამით დავასრულე. მე მქონდა მოლოდინი, ალბათ მაინც ისეთი რამების მჯერა ხოლმე, რაც არ ხდება სამწუხაროდ ცხოვრებაში, მაგრამ ხოლმე გინდათ რომ მჯეროდეს. მქონდა მოლოდინი, რომ ჩემი თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ის ადამიანები მისვლიდნენ, რომ მე მეკლდა ამ კვალიფიკაცია, ან გამოცდილება, ან ცოდნა და ასე თემატურად დამბობდნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას არ მოსწონს ჩემი საყურის სიგრძე, ან არ მოსწონს ჩემი ფეხსაცმელი და მე ყველას ურჩევნებ დიდი სარკეები იყიდონ და სახლში იმ სარკეებში იყო. კარგი. ეხლა უშუალოდ სამხედრო თემატიკაზე გადავიდეთ. თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სისტემაზე. რა იგულისხმება ამაში იქნებ დავაკონკრეტოთ, იმიტომ რომ ფართოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. კი, ეს განცხადება გავაკეთე მე, ეს განცხადება არ არის რაღაცა ჰაერიდან მოსული, ამიტომ ჩემი აზრი, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2016 წლიდან მას აღარ ექნება გაწევის სისტემა და ეყოლება მხოლოდ საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. თავის დროზე, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, მეც ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დისკუსიის აქტიური მონაწილეები ვიყავით, მიუხედავად კრიტიკოსებისა. თითქმის 15-20 წელია, რაც ამ თემებზე ვმუშაობ, უშუალოდ შესაძლებელია ჯარზე და სამხედრო საქმეზე არა, მაგრამ უსაფრთხოების პოლიტიკაზე და კონცეპტუალურ ხედვებზე, სტრატეგიულ ხედვებზე ქვეყნის უსაფრთხოების რა და როგორ ჯობს, ამიტომ რამდენი, ანუ სამხედრო უნდა იყოს, რამდენ სამხედროზეა საუბარი, ეს საკონტრაქტო სისტემაზე საუბრობთ? ამაზე ესე არ საუბრობთ. ამაზე ეს არ არის თემა, რომელზეც ახლა მე ჩემ აზრს გეტყვით, მე რა თქმა უნდა ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელზეც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უნდა შეთანხმებული იყოს, მათ შორის უშიშროების საბჭო უნდა შეთანხმდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, მანამდე ჩემი პოზიცია არის თავდაცვის მინისტრის პოზიცია. ძალიან ბევრი პირი, ანუ სამხედრო სამსახურს იხდის სხვადასხვა დაწესებულებებში, დაცვის სამსახურში მუშაობს. აი ამის მოდიფიკაცია მოხდება თუ როგორ შეიცვლება აქ სისტემა? იცით რა, ჩვენ ახლა სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობთ, საუბრობთ. პირველი ეს არის საკონტრაქტო სამსახური, რომელიც არის ჯარში საკონტრაქტო სამსახური დამორჩა. ეს დასახად შეგვიძლია ვთქვათ. ყველაფერი დანარჩენი, რაც ქვეყანას სჭირდება და ისევე სჭირდება, როგორც ჯარი სჭირდება, იქნება ეს საჟალახშილების დაწესებულებების ბადრაგირება მაგალითად და იქ დაცვის პერიმეტრზე განლაგებული ბიჭები თუ იქნება ეს შენასაკუთრე სამინისტროში
მოსამსახურეები ეს ანუ ეს დარჩება თემასთან არანაირი კავშირში არ არის. ეს ალყის საკითხია და შესაბამისად ხალხი გადაწყვეტილების საგანია. ჯართან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ერთი. და მეორე ეს არის მეორე კონცეფცია თუ მეორე დისკუსია, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს უკვე არის რეზერვის შესახებ. იმიტომ რომ ქვეყანა რომელსაც აქვს იმ ტიპის გამოწვევები, რაც საქართველოს არის ისეთ ტურბულენტურ რეგიონში, როგორც რუსულ საფრთხეზე აქ ამ შემთხვევაში საუბარი. რუსულ საფრთხეზე ბუნებრივია, მაგრამ არა მხოლოდ რუსულ საფრთხეზე ვსაუბრობ, ჩვენ მხოლოდ რუსეთი არ ყავს მეზობელი და გამოწვევები ჩვენ რეგიონში გაცილებით უფრო დიდი და ფართოა, ვიდრე მხოლოდ ერთი რუსული საფრთხე. პირდაპირ მყისიერი საფრთხე, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას რუსეთიდან ემუქრებს. მაგრამ იგივე აი ეს გაძლიერების პირობებში თუ კი ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რამ მოხდა, ან ნებისმიერი სხვა იმავე რეგიონიდან მომდინარე საფრთხე ისეთივე რეაგირებას პოზიციონირებას საჭიროებს საქართველოს მხრიდან. ანუ ამ საფრთხეების ფონზე საკონტრაქტო ჯარი გაცილებით ეფექტური იქნება ასეთი არსებული ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ ყავდეს პროფესიონალური არმია, ამაზე საუბარი, რომელსაც საკონტრაქტო საუბარს სამსახურზე საუბრობთ და მეორე კონდეს მყარი რეზერვი. როგორი ჯარიც არ უნდა შევქმნათ, ჩვენ საერთოდ ომს არ იგებენ მხოლოდ ჯარისკაცები. ომს იგებს მთელი ქვეყანა, ან აგებს მთელი ქვეყანა. ეს მთელი ქვეყანა იგებს ომს, ეს არ არის ხატრული გამოთქმა, რომელიც წიგნებში წამოკითხავს ან ფილმებში გვინახავს. ეს არის მთელი იდეა და კონცეფცია ნებისმიერი ქვეყნის გამარჯვების ან მარცხის. თუ სამოქალაქო მოსახლეობა არ დგას ჯარის გვერდში და არ არის მობილიზებული, ერთი. თუ არ არსებობს მზადყოფნა სამოქალაქო მოსახლეობაში, რომ დაეხმაროს ჯარს და აქ შეგვიძლია უკვე რეზერვის კონცეფციაზე ვილაპარაკოთ. ამ შემთხვევაში ომს ვერ იგებთ. ამიტომ ჯერ ამ წუთას მე რა თქმა უნდა სანამ ურჩევნების საბჭოს ეს საკითხი არ გასულა ამაზე, თქვათ როგორი უნდა იყოს სარეზერვო სამსახურები. ამ დეტალები ჯერ არ ვილაპარაკებ, მაგრამ ამ თემაზე მიდის პარალელური აქტიური დისკუსია და ხალხოთანთინა ბუნებრივია შეარაღების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავდაცვის შეარაღებაზე ამ შემთხვევაში საუბარი თუ იყო პარტნიორ ქვეყნებთან თქვა საუბარი იარაღის შეწყიდვასთან დაკავშირებით კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან თუ არის ამ ხრივ რაიმე სიახლოვე. შესაძლებელი სულ არის მუდმივად არის ფიქრობ არასოდეს გაჩერებულა მათ შორის არც წინა ხელისუფლების დროს უბრალოდ განსხვავება ის არის რომ წინა ხელისუფლებასთან ამ თემაზე სერიოზულად არავინ არ ლაპარაკობდა და ცალკარში საუბარი იყო მათგან საქართველოს ეგრეთ წოდებული ჩუმი ემბარგოს პირობებში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არასაიმედო პარტნიორად ითვლებოდა. დღეს ჩვენ ძალიან ღია საუბრები გვაქვს. რომელ ქვეყნებთან შეგიძლიათ ვიცით რომ ორ ხელშეკრულებას მოვაწარეთ ხელი, ეს ალასანიას დროს იყო, ხო? სიახლე არის ამის შემთხვევაში. ალასანიას დროს არ მოწერია ხელშეკრულებებზე ხელი. მე ამ თემაზე იმდენი ვილაპარაკე, რომ გულწრფელად გეტყვით მიკურ ჟურნალისტები ისევე სერიოზულად ეკითხოს, თუ თქვენ გავხდეს კითხვები. არ შეიძლება კონკრეტულად არ ყოფილა ღიად მე მახსოვდა რომ მაშინ დაიწყო დიახ. მასაც კითხეთ. საინტერესო არის რას გეტყვით სინამდვილეში, რაზე იყო საუბარი. თუმცა დაახლოებით ეს თვითსამთავრობო. ჩვენ მე ხა ჩახეთიდან დავუბრუნდი მე და იქაც ძალიან ღია საუბარი იყო ჩვენ პრაქტიკულად ყველანაირი ლიცენზია არსებობს საქართველოსზე და არავითარი პრობლემა არ შეიქმნება. ასევე რამოდენიმე სხვა ქვეყანაში, თუმცა ეს უკვე ხა ჩვენზეა დამოკიდებული, რის შესაძლებლობები ექნება ქვეყნებში. და მაპის საკითხი, რომელიც მუდმივად დგას, ასე რომ ვთქვათ, დღის წესრიგი. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვარშავის სამიტიდან ჩვენ წამოვიდეთ შემდეგი ნაბიჯით. ანუ წამოვიდეთ ან მაპით, ან ისეთი გადაწყვეტილებით, რომელიც ითქვას, რომ საქართველოს მაპი აღარ ჭირდება და პირდაპირ წევრობის გზაზე დგას. დიახ, ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არც ერთხელ არ გითხოვს ჩვენ რომ მაპს მივიღებთ. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. და ჯერ ერთი წელია ვარშავის სამიტამდე და შესაბამისად არ უნდა მივცეთ ჩვენ თავისუფლება არავინ რომ ტყუილი მოლოდინები გავაჩინოს საზოგადოებაში, თუ კი ასეთი არ იქნება. ამას ეს მე არც ერთხელ არ მithქვამს და ჩემგან ამას ვერასოდეს ვერ გაიგებთ, სანამ არ მექნება 28 ქვეყნის თანხმობა. აი ხლა ჩეხეთიდან ჩამოვიდი და შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, ჩეხეთის ხელისუფლება თავიდან ბოლომდე როგორც ერთი ხარს უჭერს საქართველოსთვის მაპის მიცემას. დიახ, მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონო თინა საუბარი იმაზე, რომ საფრანგეთს ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა პოზიცია, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს. და როგორ ფიქრობთ, შეიცვლება მათი პოზიცია ან მიაღწევს ამ? პოზიცია არ არის, ეს არის იყო მოსაზრება, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა. ამ წუთის მდგომარეობით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ნატო ფართოვდება ვარშავაში. და მონტენეგრო სავარაუდოდ მაღალი ალბათობით მიიღებს მიწვევას წევრობას. ამიტომ ვითარება იცვლება, ცხოვრება ძალიან დინამიურია, საფრთხეები უზარმაზარია, ჩვენ ყავს
წყალებში დიდი პარტნიორი, რომელიც ამ მოვლენების დაჩქარებას თავისი უპასუხისმგებლო ქმედებებით ყველაზე მსუბუქი სიტყვა რომ იხმაროთ, მუდმივად ხელს უწყობს, ამიტომ ეს პროცესი არის ის, რომ ნატოს კარი ღია, ეს პოლიტიკა სახიზნდება. იმიტომ რომ ერთი ქვეყანა ამ კარში შევა ვარშავის სამიტის დროს. რაც არის უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაშიც შესაძლოა დადგეს პროგრესი. ნატო სამიტი იმართება 2016 წლის ზაფხულში, ხო? და შემოდგომაზე არის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში. თუ კი მოხდება ისე, რომ თქვათ არ შეიცვლება ქვეყნის ასიკეთოთ ნატოსთან ურთიერთობას გულისხმობ ამ შემთხვევაში პოზიციები, ეს ხომ არ გააძლიერებს პრორუსულ ძალებს საქართველოში და თქვათ შეასუსტებს პროდასავლური პარტიების პოზიციებს. ქვეყნის ასიკეთოთ გადაწყვეტილებები ვარშავის სამიტი ეს შეგვიძლია თვითცებით ფორმაში იქნება მიღებული. ამასთან დაკავშირებით კითხვები არავის არ აქვს. საქართველოს პროგრესი რომ სათანადოდ შეფასდება და შესაბამისი ინსტრუმენტები გაჩნდება, ამაზე კითხვები არ არსებობს. ამაზე ნატოში ყველა შეთანხმებულია და არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, რომელიც ან არ აღიარებს საქართველოს პროგრესს და დამსახურებას, ან არ თulis რომ საქართველოსთან დაკავშირებით დამატებითი ნაბიჯებია გადასახული. ეს თემა საერთოდ არ დღეს წესრიგში. აქ ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან კონკრეტულ ერთ ჩემი აზრით არც თუ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ამ წუთისთვის, გამომდინარე იმ ინსტრუმენტებიდან, რომელიც ნატოსთან მიმართებაში ყავთ, მაგრამ საქართველოში მაპის თემამ შეიძინა სრულიად უსამართლოდ და უმსახურებლად შემიძლია ძალიან მაღალი პოლიტიკური წონა. და ამიტომ ვლაპარაკობთ ამაზე. თორე რეალურად საქართველოში ამ წუთის მდგომარეობით ყველა ინსტრუმენტი აქვს, რაც აქვს იმ ქვეყნებს და გაცილებით უფრო მეტი აქვს სინამდვილეში, გამომდინარე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების რაოდენობიდან და ინტენსივობიდან, ვიდრე იმ ქვეყნებს, რომლებსაც ამ წუთას აქვს მაპი. ავიღოთ ვთქვათ იგივე ბოსნია-ჰერცეგოვინა, რომელსაც აქვს მაპი, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება თვისობრივად სრულიად სხვადასხვა ტიპის ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ნატოსა და საქართველოს ერთად, ნატოსა და მაგალითად იგივე ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის. ეს ცადები რამე. ამიტომ ეს ამბავი გარკვეულია, აქ ყველაფერი წესრიგში და კαπიტალს. ჩვენ თუ ვერ მივიღებთ მეც ან არ გაჩნდება წევრობის გზა, იმიტომ რომ ეს სრულიად იდენტური ამბები არის. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს რუსული, როგორც დასავლეთში ამბობენ, ბილეთებს რუსულ ბილეთებს ყიდიან, ამას საკუთარი რიტორიკის ნაწილად აქცევენ. მაგრამ ამის დრამატიზირებაც არ არის საჭირო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკვე რიტორიკის საქმეა. ვიღაცა ამას თავისი რიტორიკის, ნეგატიური რიტორიკის ნაწილად აქცევს და ვიღაცა სხვაგვარად. შემდეგ ეს ყველაფერი უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ მოვახდენთ პოზიციონირებას მხარეები და რამდენად დაგვეხმარება მედია იმაში, რომ სწორად და მიუკერძოებლად გააშუქოს ის, რაც ქვეყანაში მოხდება წინასაარჩევნოდ და არა საკუთარი ინტერპრეტაციით. რასაც ხშირად ხედავთ ხოლმე ყველა არჩევნების დროს და არ მგონია რომ 2016 ამ მხრივ რაიმე გამონაკლისი იყოს. მაგრამ მე პირადად როგორც სამხედრო მინისტრი პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჟურნალისტებს არ მივცეთ უფლება, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან სენსიტიურ საკითხზე. ეს არ არის თემები, რომელიც შეიძლება ხვალბოდიში მოიხადო და შეცდომებში რა გულისხმობთ? უბრალოდ მედიაზე ჯერჯერობით იმედი ვიქონიათ, რომ ასე არ იქნება და ამიტომ მე თვითონ არ გავუკეთებ мотиваციას, რომ ამ ისეთი პრობლემა გააჩინოს მე. რასაც ხშირად ხდება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო.